იწყება მსოფლიო ჩემპიონატი და ბევრი მეკითხება თუ ვის გულშემატკივრობ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. სამწუხაროდ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ამიტომ ისეთი ხალხი უნდა მოვძევნო, სადაც ქართული გენის მატარებელი ფეხბურთელები მოიძებნება. ასეთი რამდენიმე ნაკრები მეგულება, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ნაკრები არის პანამის ნაკრები, სადაც დადასტურებულად G გენეტიკური კოდის მატარებელი ადალბერტო კარასკილია თამაშობს. სავარაუდოდ კარასკილია კვარაცხელიას ლათინო-ამერიკული ვერსია. კარასკილიები გატესტილნი არიან და მათ რასაკვირველია ქართული გენი აქვთ. კერძოდ კოლხური განშტოება ქართული გენის G2. ვინც არიცით, გეტყვით რომ გვარი მესი არის წარმოშობით იტალიიდან და ბევრი ჭორი მსმენია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ გვარის წარმომადგენლების სრული უმრავლესობა ატარებს G2A გენეტიკური კოდის ეგრეთ წოდებულ ძველ ეტრუსკულ განშტოებას და ქართული გენიც აქვსო იძახიან. რასაკვირველია პორტუგალიაშიც მეგულება ერთი ფეხბურთელი სავარაუდოდ ქართული გენით. არა, ეს კრისტიანო რონალდო ნამდვილად არ არის, ეს არის ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი. აბა კომენტარებში გამოიცანით, რომელ პორტუგალიელ ფეხბურთელს გულისხმობ. ასევე შოტლანდიის ნაკრებში ეჭვი მაქვს, რომ ენდი რობერტსონს აქვს G გენეტიკური კოდი, იმიტომ რომ რობერტსონები არიან გატესტილნი, მათ შორის შოტლანდიელი რობერტსონები და უმრავლესობას G გენეტიკური კოდი აქვს ამოსული. ასე რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველები ვერ გავედით, მაგრამ ქართული გენი დიდი რაოდენობით იქნება. ამას ჩემი მტკიცება არ ჭირდება და ამას რასაკვირველია თქვენითაც ხვდებით. ვიღაცა რასაკვირველია დაწერს, რომ G და L გენეტიკური კოდი რასაკვირველია არ გულისხმობს ქართველს. აბა რას გულისხმობს? ბერძენს, რუსს თუ რას გულისხმობს? G და L გენეტიკური კოდი რასაკვირველი არის თუბალი და მესეხის გენი. გეტყვით რომ არგენტინის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობითაა ქართული გენი. ალბათ იმიტომ რომ არგენტინელების დიდი პროცენტი არის წარმოშობით იტალიიდან. შესაბამისად ქართველებს ოღონდ მოგზაურობა და გემი და ზღვა გვიხსენეთ და რა ვიცი, იქვე გავჩნდებით. ზოგადად სამხრეთ თუ ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე დიდი რაოდენობითაა ქართული გენი და მათ შორის ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ქრისტეფორე კოლუმბი გატესტეს და ქრისტეფორე კოლუმბს ამოუვიდა ქართული გენის კოლხური განშტოება. არ მიკვირს? ალბათ არც თქვენ. სხვათა შორის ქვეყანა პორტუგალია დამახინჯებული ფორმაა პორტოკალო. კალო კი იცით, ვისი ტომიც იქნებოდა, შესაბამისად შეიძლება პორტუგალიასაც კი უგულშემატკივრო. დააკომენტარეთ თქვენი ვერსიები, გარეგნულად რომელი ფეხბურთელი გონიათ ქართული გენის მატარებელი და მე აუცილებლად გაგცემთ კომენტარზე პასუხს, ან დაგიდასტურებთ, ან უარყოფ ამა თუ იმ ფეხბურთელის ქრომოსომებში არსებულ ქართულ გენეტიკურ კოდზე.